სამწუხაროდ ვითარება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ მიდის ნეგატიური დინამიკით და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან შემაშფოთებელი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩვენს თანამოქალაქეებს უზიარებთ ჩვენს რაღაც ღელვას იმის თაობაზე, რომ გასაგებია, რომ გაუქმებული არის გაწევრიანების პროცესი, ანუ ჩვენ ფაქტიურად აღარ ვართ დღეს არანაირი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, ეს მხოლოდ ფორმალობა დარჩა, მაგრამ საფრთხე იმისი, რომ ჩვენ დავკარგოთ ისიც კი, რაც უკვე მოპოვებული, გვაქვს არის ასევე ხელშესახები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ, რატო საქართველოს დღევანდელმა მმართველმა რეჟიმმა ძალიან დიდი ხნის წინ, თუ არ ვცდები წელიწადნახევრის წინ, მიიღო ჩამონათვალი იმ პირობების, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ დღის წესრიგში არ დაისვას უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს და შენგენის ქვეყნებს შორის. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვეცნობდეს, რომ უვიზო მიმოსვლა ეს არის უზარმაზარი, მე ვიტყოდი, პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკით და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკით არიან თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად არიან ახლო პარტნიორი ქვეყანა, ხო? ამიტომ არის, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ ქვეყანას, უამრავ ქვეყანას არ აქვს სწორედ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლების მანძილზე დრამატულად დააშორა საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს, მათ შორის იმ პოლიტიკით, რომელიც შეეხება მაგალითად რუსული კანონის მიღებით, მაგალითად ოპოზიციის დევნით და სამოქალაქო საზოგადოების დევნით და პოლიტპატიმრების არსებობით და მთელი სხვა, ასე ვთქვათ, მთელი ეს პოლიტიკა არის მიზანმიმართული, შეიძლება ითქვას პოლიტიკა, რომ საქართველომ დაკარგოს ის ფორმატები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ შეფასება ტექნიკურ დონეზე ამ მოთხოვნების შესრულება როგორ მიდის, ვერ იქნება პოზიტიური, იმიტომ რომ არც ერთი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან რაც შეეხებოდა გაუქმებას, მაგალითად რეპრესიული კანონმდებლობის და სხვადასხვა არ იქნა შესრულებული პირიქით. კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა კვლევა, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი რაღაცა გასაოცარი სისწრაფით იღებს სწორედ იმ კანონებს, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება ევროპულ დღის წესრიგს და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგოთ ვიზო მიმოსვლა პირდაპირ მნიშვნელობით, არა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ, არამედ გამიზნულად მუშაობს დღეს მართველი ეს პოლიტიკური რეჟიმი იმაზე, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო რეჟიმი. მე ვიცი, რომ ევროკავშირის შიგნით არის ასრთა სხვადასხვაობა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ მიუხედავად ამისა, ქართულმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს შესაძლებლობა და მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, ალსახად მინდა ვთქვა, რომ არ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის დასჯა იქნება სწორი საკუთარი ხელისუფლებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ არიან ქვეყნები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წესი არის წესი და როდესაც აღარ ასრულებს საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმი არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს უვიზო მიმოსვლა, ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, ასე რომ ამ შემთხვევაში რაზე ვლაპარაკობთ, რომ რაღაც პროგნოზირებადი სამწუხაროდ პროგნოზირებადი ვითარება არის, იმიტომ რომ კონკრეტულ ვადებზეა ხო საუბარი, რომ ევროკომისია დეკემბერში თავის ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს წარადგენს, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ამ საკითხზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ტექნიკურადაც 11 ივნისს იქნება ეს შეხვედრა და გასაგებია შემდეგ თქვა ზაფხულის პერიოდი რაღაცნაირად არ არის ხოლმე აქტიური ამ თვალსაზრისით, მაგრამ რას ნიშნავს თავად ეს ვადები 11 ივნისს შეხვედრა, შემდეგ დეკემბერში ანგარიში და იანვარში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის ჩვენ შესახებაც. ნახეთ, არსებობს ტექნიკური მხარე საკითხის და ამ ტექნიკურ საქმეს ასე ვთქვათ მხარეს წარმართავს კომისია. ასევე მაგალითად, როდესაც ჩვენ წლების მანძილზე ახლა ქართული ოცნება კი ატყუებს საზოგადოებას, რომ თვითონ მათი მონაპოვარია უვიზო მიმოსვლა, მაგრამ რეალურად არაფერი მათი მონაპოვარი არ არის, უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა დაიწყო. ქართული ოცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა და ბიძინა ივანიშვილის სახე ჯერ
ქართულ ხალხს ნანახი რო არ ქონდა. ეს იყო ძალიან გრძელი პროცესი, რომელზეც მრავალი წელიწადი მიზანმიმართულად მუშაობდით და ეს არის სწორედ ასეთი პროცესი, რომ ტექნიკურად კომისია ამოწმებს სრულდება თუ არა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება უვიზო მიმოსვლას და შემდეგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები. იგივე პროცესი არის გაუქმების პროცესიც, ანუ 11 ივნისი იქნება შეხვედრა, სადაც აი ამ ივანიშვილის წარმომადგენლებმა უნდა გააცნონ ევროპულ მხარეს რა მოთხოვნები შესრულდა იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მათ მიიღეს 8 პუნქტიანი ჩამონათვალი იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი. ანუ საზოგადოებას რო ესმოდეს რაიმე აღირება კი არ არის ევროკავშირის რომ უნდა გაუქმოს უვიზო რეჟიმი საქართველოს. მათ აქვთ კონკრეტული კრიტერიუმები ჩამოთვლილი, კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უნდა შეასრულოს ივანიშვილის მართულმა რეჟიმმა, იმ ხალხმა, ვინც დღეს de facto მართავს ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული მანდატი არჩევნების გზით მათ არ მიიღეს და ასე ვთქვათ, ისინი დღეს იღებენ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე. ამ ხალხის ხელშია მარტო რომ შეასრულონ ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც ევროკავშირმა წარადგინა, მაგრამ რამდენადაც ამ მართველი რეჟიმის ამოცანა არის, რომ საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად დააშოროს ევროპულ სივრცეს, ცხადია, რომ ისინი არც ერთ ამ მოთხოვნას არ ასრულებენ. ამიტომ ტექნიკურ დონეზე შეფასება, რომელიც ჯერ ეხლა შუალედურად გაკეთდება ამ კონსულტაციის შემდეგ და შემდეგ უკვე კომისიამ უნდა ასახოს თავის ოფიციალურ ანგარიშში წლის ბოლოს. ჩემი აზრით, პოზიტიური ვერ იქნება, იმიტომ რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომლის ამოცანაც არის, რომ ჩვენ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. სალომე, თქვენ ნაწილობრივ ბოდიშ გიხდით რომ გაწყვეტინებთ, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ ამ საკითხს, მაგრამ რადგან ეხლა ამ თარიღის შესახებ გახდა ცნობილი, რომ 11-ში იქნება კონკრეტულად მსჯელობა და შემდგომ უკვე ვახსენე რა ვადებზე არის საუბარი გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, ასე ხედავთ საკითხს, რომ ანუ ხელისუფლებას, თქვათ, გამზადებული შესაძლოა ჰქონდეს გზავნილები წინა პერიოდებიდანაც გამომდინარე, ხო? აი ვის რა წვლილი ჰქონდა ამ პროცესში, გვახსოვს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისრები იყო მიმართული სამოქალაქო სექტორისა თუ ოპოზიციური ჯგუფების მისამართით და მოკლედ პროცესის დაზიანებაში თქვათ ადანაშაულებდა არაერთ ჯგუფს ამ მხრივ. აი თქვათ ასეთ შემთხვევაში რა არის თქვენი მთავარი არგუმენტაცია? მოდი აქ სამიზნე აუდიტორია რო ავიღოთ, ხო, მოქალაქეები, რომლებიც ამ პროცესს ძალიან სისულელე იქნება, მე ვფიქრობ, რომ ქართული ცნობს ხელისუფლებასაც კი და მის პროპაგანდასაც კი ძალიან გაუჭირდება, ვინმეს დარწმუნება, რომ ვინმეს დამსახურება გარდა ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას დღის წესრიგში, რატომ მარტივად გამოქვეყნებულია და საჯაროდ ცნობილია საზოგადოებისთვის 8 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც წაუყენეს მის რეჟიმს იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი. ამიტომ არავის ამ ასე ვთქვათ, საქართველოს რეალობაში არავის გარდა იმ ხალხის, ვინც დღეს საკუთარ თავს უწოდებს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ასე შემდეგ და რაღაც სახელები და ტიტულები რო ჩამოურიგა ბიძინა ივანიშვილმა დაჯგუფებას რაღაცას, რომელსაც არ აქვს ქართული ხალხისგან მანდატი მიღებული, რომ ქვეყანა მართოს დემოკრატიულად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ისინი დანიშნა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებად. აი მარტო ამ ხალხს შეუძლია მაგალითად გაატაროს ის ზომები, რაც შეეხება რეპრესიული კანონების გაუქმებას, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ასე ვთქვათ, ახალი შეზღუდვების გაუქმებას, რაც შეეხება ყველაფერს, რაც გასული 2 წლის მანძილზე, 2 წელს კომედის, მიზან მიმართულად, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, რომ საქართველოს ჩაკეტოს ევროპული სივრცისგან. ჩვენ უკვე დაგვაკარგინეს გაწევრიანების პროცესი, საქართველოს აღარ არის, კიდევ ერთხელ და ხშირად უნდა გავუმეოროთ ხალხს, რომ მაშინ, როდესაც მაგალითად სომხეთი უახლოეს მომავალში მიიღებს უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან, მაშინ, როდესაც სომხეთი წარმოუდგენელი იყო, რომ სომხეთს დაეწყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი და დღეს არის ეს ძალიან აქტუალური თემა. საქართველოს დღეს აღარ აქვს არანაირი შანსი. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, საქართველოს ბერაზდროს
ვეღარ გააკეთებს ვერანაირ ნორმალიზაციას მისი ურთიერთობების ევროკავშირთან, გაწევრიანების პროცესი არის გაუქმებული და ეხლა როგორც ჩანს უვიზო რეჟიმით ჩვენ შეიძლება დავკარგოთ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი მოთხოვნა არც ერთი გასაგებია. სხვათა შორის დღესაც დღევანდელი ინფორმაციაა ესეც, რომ უნგრეთი აჩერებს სამუშაო ვიზების გაცემას ჩვენი ქვეყნის საქართველოს, სომხეთის, რომელიც თქვენ ახსენეთ, ასევე და ფილიპინების მოქალაქეებისთვის, რაც ცხადია, სამწუხარო ამბავია იმ ფონზე, ვთქვათ რა ვითარებაც არის. სალომე, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი ლავროვის განცხადება ვნახეთ, ჩვენ დარწმუნებული ვარ იცნობთ ამ შეფასებას ქართული ოცნების ხელისუფლების, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატიკოსებისგან შედგება, ადასტურებენ თავიანთ კურს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. ანუ თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადება, როგორც შექება, თუ როგორც გაფრთხილება, ვთქვათ იმ ფონზე, რომ როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც გარკვეულ ნაბიჯებზე ლაპარაკობს, ხო, ვინ რა უნდა გააკეთოს ამ პროცესში კი არის ცოტა, ვთქვათ, ზოგიერთისთვის, ვთქვათ, ბუნდოვანი ან ინტერპრეტირებული, მაგრამ ნუ მაინც ამგვარია მოცემულობა. აი, რა სიტყვით ამ გამოხმაურებაზე და რაზე გამოხმაურებაა ეს, როგორ ფიქრობთ, რა საკითხზე? ძალიან მარტივი არის. მარტივად არის რეალურად საქმე. რუსეთისთვის დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს არ გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომ ეს პროცესი ჩაიშალოს, ხო? ანუ ეს არის მათი მნიშვნელოვანი ამოცანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფაქტიურად რუსეთმა დაკარგა აზერბაიჯანში არც არასდროს არ ქონია დიდი, ასე ვთქვათ, გავლენის სფერო, მაგრამ სომხეთი ფაქტიურად დაკარგა და ჩვენ ვხედავთ, რომ რა გზებით ცდილობს, ასე ვთქვათ, ზეწოლას სომხეთზე, თუმცა არაფერი არ გამოსდის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი აირჩევს ევროპული განვითარების გზას. დიახ, 7 ივნისს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე. ხო, და მოიგებს ამ არჩევნებს ფაშინიანი, იმიტომ რომ სომხებმა ძალიან კარგად იციან, ისევე როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რა არის მათი ქვეყნისთვის უკეთესი, ხო? იმიტომ რომ საქართველოს დღეს რო ყავდეს დემოკრატიული ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება, რომელსაც ხალხი ირჩევს და არა ბიძინა ივანიშვილის მიტაცებული ძალაუფლება, ჩვენც ევროპული განვითარების გზაზე ვიქნებოდით. ეს არის ხალხის არჩევანი. ანომალია ჩვენ ვითარებაში არის ის, რომ ძალაუფლება აქვს მიტაცებული რეჟიმს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. და აი ეს რუსული, ასე ვთქვათ, დღეს მთავარი საყრდენი ივანიშვილის რეჟიმის სახით ძალიან მნიშვნელოვანი არის არ ჩამოეშალოს რუსეთს. ეხლა როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება არის იმგვარი, რომ მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა მიდის ძალიან მძიმედ. რუსეთში მათ შორის აი ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც პეტერბურგში გაიმართა, იქ საინტერესო მსჯელობები შედგა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში შედის რუსეთის ეკონომიკა თვითონ და ასე შემდეგ. დღეს რა თქმა უნდა, რომ ასე ვთქვათ, მათ შორის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რამხელა ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ის ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქვეყანაში, როდესაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რუსული ეკონომიკის გაგრძელებათ აქცია ქართული ეკონომიკა და ჩვენ იმ ნანგრევებიდან, ასე ვთქვათ, გადმოვარდნილი ლოდები ძალიან სერიოზულად მოგვხვდება, რაც ელოდება წინ რუსეთის ეკონომიკას. ამ ვითარებაში ცხადია, რომ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს საკუთარი მოლოდინი რა არის ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ერთი რამ უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, რაც შეეხება მნიშვნელობა არ აქვს ეს ევროკავშირთან ურთიერთობებს შეეხება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუ რუსეთთან. ანუ მისი ერთადერთი ამოცანა საქართველოს რეალური მმართველის და საქართველოს დღეს ყავს ერთადერთი რეალური მმართველი და სხვათა შორის დუშანის სინდრომთან დაკავშირებით ბავშვობის წამალთან დაკავშირებული ვითარება ძალიან კარგად ასახავს ამას, იმიტომ რომ ესე იგი თვეები უმტკიცებდა კობახიძე მთელს საზოგადოებას, რომ ამ წამლის რაღაცა არ ვიცი, ლამის ხიფათის შემცველი იყო ბავშვებისთვის. და შემდეგ ესე იგი, როგორც თავად განაცხადეს ამ ბავშვების მშობლებმა, ბიძინა ივანიშვილს რაღაცა წერილი მიწერეს და ივანიშვილმა დაავალა თავის ქვეშ შევდომებს, რომლებიც გუშინ სხვა რამეს ამტკიცებდნენ, რომ უცებ
ერთ დღამეში ეს წამალი გამختარიყო უსაფრთხო, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ეს მისთვის კარგია, რომ ეს ასე ვთქვათ, რაღაცა პოზიტიური მოვლენა იყოს მასთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ხო ამით ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ არ არსებობს სხვა გადაწყვეტილების მიღები, გარდა ივანიშვილისა. ივანიშვილი ხვალ თუ დაავადებს კობახიძეს და სხვებს, რომ აღარ იარსებობს მათ რიტორიკაში deep state-მა, გლობალურმა ომის პარტიამ, გერმანიის ელჩი გახდა საუკეთესო მეგობარი საქართველოსი, დაიწყო მქება ევროკავშირის და მისი ბიუროკრატიის, აი როგორც აგინებენ დღეს მაგალითად კაია კალას, ხვალ გამოვლენდა უკიდურესად აღტკინებულ ტონში დაიწყებენ მის ქება დიდებას, იმიტომ რომ ძალება მიიღეს. ამიტომ მე კი ბატონო, დუშენის თემა ახსენეთ, თქვენ უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, ერთი პატარა რეპლიკის, რომ კი ისმის, ანუ ნებისმიერი ადამიანი ვისთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული, სხვა შორის მიფიქრია ამ დღეებში მაგ საკითხზე, მთავარი არის, რომ ბავშვები მიიღებენ წამალს. აი მთავარი ამოსავალი საკითხი არის ეს, ვისაც არ უნდა უკავშირდებოდეს წერილს ჩართვას თუ შეხვედრას თუ ასე შემდეგ, ამოსავალი წერტილი ეს გადაწყვეტილი ამბავია. მანთვის არის, რომ უნდა ყავდეს ხელისუფლება, რომელსაც არ სჭირდება მოქალაქეების მიერ ღამეების თენება პროტესტის გზით იმისთვის, რომ მოითხოვოს წამალი საკუთარი შვილისთვის. ამოცანა ეს უნდა იყოს. ამოცანა არის ის, რომ ჩვენ უნდა ყავდეს ხელისუფლება, რომელიც არის არჩეული ხალხის მიერ, რომელიც ექვემდებარება ხალხის ნებას და რომელიც ვერ გაბედავს ვერასდროს იმას, რომ დააყენოს მძიმე სნეულები დაავადებული ბავშვების მშობლები ქუჩაში კვირებით და მათ დასცინოს, მოატყუოს და მერე იმიტომ რომ ასე უბრძანეს უცებ ერთ დღეში აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამის საუბარი დაიწყოს. აი ჩვენი ამოცანა ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები ეს არის ერთი პრობლემა და ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ჯარი პრობლემების ქვეყანაში და მოქალაქეების უმრავლესობას აქვს უზარმაზარი გამოწვევები, რომლებიც აბსოლუტურად უგულებელყოფილია ხელისუფლებისგან, თორე რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიური მოვლენა არის თავისთავად ის, რომ გადაყდა ეს ხელისუფლება, მოუწია ამ დათმობაზე წასვლა, მაგრამ სამარცხვინო არის ჩემთვის პირადად და ვფიქრობ ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ღამეების თენება და პროტესტი მოუწიათ მშობლებს ამ უფლების მოსაპოვებლად, სიცოცხლის უფლების მოსაპოვებლად. და ეს უნდა შეიცვალოს და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომელიც მსგავს მდგომარეობაში აყენებს ჩვენს თანამოქალაქეებს. სალომე, უნგრეთის თემა ვახსენეთ. ჩვენ აი რა სიტყვით ამ საკითხზე, ამაზეც გვიპასუხეთ და შემდეგ დაგემშვიდობებით, ანუ ეს ინფორმაცია. დავასრულო ის აზრი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეს, რომ არანაირი სხვა мотиваცია არ აქვს ივანიშვილს, გარდა ძალაუფლების შენარჩუნების ნებისმიერ ფასად. და დღეს ერთადერთი მიზეზი, რატომაც გაუქმებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომაც დგავართ ჩვენ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება დავკარგოთ ვიზო მიმოსვლა და მუშაობის უფლებას, რომ ასე ვთქვათ, ლეგალური მუშაობის უფლებას, რომ უზღუდავენ საქართველოს მოქალაქეებს, ესეც ლოგიკურია, იმიტომ რომ ეს არის პაკეტი ერთი, მათ შორის მობილურობის ხელშეწყობის ასე ვთქვათ, შემადგენელი პაკეტი არის ის, რომ გაადვილებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით სამუშაო უფლების მოპოვება ევროკავშირში. აი ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქე კარგავს ერთადერთი მიზეზით და ეს მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა მოითხოვს იმას, რომ მან გააუქმოს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები და ეს უთხრეს დღეს მასაც რუსეთიდან. ანუ მას სომხეთი რატო ხდება სალომე თქვენი დაკვირვებით ამ ჩამონათვალში? ევროკავშირის დღის წესრიგს, როდესაც აუქმებს ქვეყანაში. ოღონდ ეს პირდაპირ წინააღმდეგება საქართველოს თვითეული მოქალაქის ინტერესი იქნება ეს უვიზო მიმოსვლა, სამუშაოს უფლება, უკეთესი ჯანდაცვა, ეკონომიკური განვითარება თუ უსაფრთხოება. აი სომხეთი რატომ არის ამ ჩამონათვალში თქვენი დასკვნით სალომე? აქ საქართველოს, სომხეთი, ფილიპინები. მე ვფიქრობ, რომ მარტივია. ჩვენ ზოგადად უნდა ვიყოთ გზად იმისთვის, რომ როდესაც ზოგადად ეკონომიკური პრობლემები ღრმავდება და ეს ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება ბევრი მიზეზებით სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რა თქმა უნდა, რომ გარკვეულად დამოკიდებულება მიგრაციის მიმართ
კაცრდება და საქართველოს მოქალაქემ ალბათ საკუთარ თავს უნდა კითხოს, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა უცხოეთში მივყოფები და არ არსებობს რომ გავიდე ქალაქში რაღაც და არ შემხვდეს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც არის წამოსული ემიგრაციაში საკუთარი ოჯახის გადასარჩენად და ყველა მათგანი რა თქმა უნდა მეკითხება, როდის ექნებათ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს არის მათი ოცნება, არის საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება და როდესაც ემიგრაციის შრომით არსებობს დღეს რეალურად ქვეყანა ჩვენ ხო გვესმის, რომ ძალიან დიდი ნაწილი იმ რეალობის რომ შიმშილით არ კვდება ხალხი საქართველოში, უკავშირდება სწორედ იმას, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, მილიონზე მეტი არის გასული ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის რეჟიმში და არ ჩანს საკუთარ ოჯახებს და ემიგრაცია ზოგადად, ასე ვთქვათ, მიდის იქითკენ, რომ შეზღუდვები იქნება უფრო და უფრო მეტი და საქართველოს თვითონმა მოქალაქემ უნდა კითხოს საკუთარ თავს, როგორ ვაპირებთ ჩვენ ცხოვრებას და არსებობის გაგრძელებას იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გამიზნულად ეწევა პოლიტიკას, რომ აიძულოს საკუთარი ხალხი დატოვონ ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდნენ გადასარჩენად, ოღონდ ამ ემიგრაციის შესაძლებლობებით სულ უფრო ნაკლები იქნება და სომხეთზე კითხეთ, სალომე, სომხეთზე კითხეთ, თქვენ ანუ გაქვთ ამაზე სავარაუდო პასუხი, რატო შეიძლება იყოს ამ ჩამონათვალში, თუნდაც იმ ურთიერთობების ფონზე, რომელიც არსებობს სომხეთის და პერსპექტივაზე იგივე ევროკავშირთან. ამას გულისხმობს სწორად და ეს გიპასუხეთ, რომ მიგრაციის პოლიტიკა იცვლება ზოგადად ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში თქო და ამიტომ ეს სომხეთსაც შეეხება, საქართველოსაც შეეხება და ფილიპინებსაც შეეხება და სხვასაც შეეხება, როდესაც არის გამოწვევა იმის, რომ ზოგადად მიგრაციის ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრი კონტროლი იწყება და საქართველოს, რომელსაც ჰქონდა ამ თვალსაზრისით ბევრად წინ იყო წასული, მათ შორის სომხეთს თუ შევადარებთ, სომხეთი დღეს მუშაობს იმაზე, რომ უვიზო რეჟიმის, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მოიპოვოს, რომელიც საქართველოს მრავალი წლის წინ მოიპოვა და როდესაც საქართველოს წინ იყო წასული ამ მიმართულებით და უვიზო მიმოსვლაც ჰქონდა და გამარტივებული სამუშაო ვიზის აღების შესაძლებლობაც ჰქონდა, ამ ყველაფერს რომ კარგავთ იმის ნაცვლად, რომ ასე ვთქვათ, გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობა, რომ წინ ვიყავით უკვე წასული, აი ეს არის დღეს ჩემი აზრით ძალიან შემაშფოთებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა ეს არის, რომ შევქმნათ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლის უზრუნველსაყოფად, რომ შევაჩეროთ მიგრაციის ტალღა, რომელიც პირდაპირ ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.